საღამო მშვიდობის აღარ მინდოდა ახლა ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ ჩავთვალე საჭიროდ რომ დამეწერა. ჯერ მოგესალმებით თელს საქართველოს და თელ მსოფლიოში გაფანტულო ქართველებო, წარმატებული და ბედნიერი საღამო ქონოდეთ ყველას. ასევე ხა სვანეთს მოგმართავთ. დღეს მე ადვოკატი დავინახე, რომელიც შუხს აღვივებს კიდე სვანეთს და დანარჩენ საქართველოს შორის. მე არსად არ მithქვია, რომ თელმა სვანეთმა იცოდა, რომ მე ორსულად ვიყავი, არსად არ მოხსნა თქვა. თელმა ჭუბერმა რო იცოდა, მაშინაც თქვი და ეხლაც ვიძახი. რომ თელმა ჭუბერმა იცოდა და არაერთ ადამიანმა იცოდა. სვანეთი არის ყველაფერი ვარდება წამში. ერთ სახში რომ ჯამი რო გავარდება, იგი მეზობელმა იცის უკვე. ამიტომ ყველა მიცის. რაც შეეხება ნონას და ჯიმშერის სასიყვარულო ურთიერთობას, კი ნამდვილად იყო, მაგათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა წლები გრძელდებოდა. მაგრამ პარალელურად ჯიმშერი მის დასთანაც ურთიერთობა ჰქონდა პარალელურად. მაგ იცით თელმა ჭუბერმა. სასიყვარულო ურთიერთობა რო ჰქონდათ ნონა მისი ფეხით რო ჩააკითხა და გაყვაცოლა, ეგეც ვიცით. ნამდვილად სიმართლე არის. ნონას რო უყვარდა ჯიმშერი, მაგიც სიმართლე არის. ნონამ და მისმა დამ რო ერთმანეთი გაპუტეს და გალახეს ერთმანეთი, მაგიც ნამდვილად იყო, სიმართლე არის. ერთი კაცი რო ვერ გაიყვეს მაგის გულისთვის, რომ ყოველდღე წიოკი რო ქონდათ, ჩხუბი რო ქონდათ, მაგიც სიმართლე არის. ყველაფერში გეთანხმები და ჩემი ორსულობა, რაც შეეხება ორსულობა. სვანეთიდან წასვლის მერე მე ორსულობა არ მქონია. 2006 წელს დაიბადა ჩემი შვილი, 23 თებერვალს დაიბადა, მაგრამ ადვოკატმა არ ჩაგვიწერა 23-22 ჩაგვიწერა. არაფერს დიდებით ის დღე არ მოსწონდა, რაღაც წითელი არმიის დღე არისო და არ ჩაწერა არაფერს დიდებით 22 ჩაგვიწერა, მაგიტო. მე არ მქონია არც ერთი მშობიარობა და არც ერთი აბორტი 2001 წლის მერე, 2006 წლამდე და მერეც. რაც შეეხება ჯიმშერის სახელს უტეხავსო. ქალბატონო მარიამ, მე დღეს ადვოკატი ვერ დავინახე. მე დავინახე მოჭორავე ქალი, რომელიც იჯდა და ჩემზე ჭორაობდა როგორც ქალზე. მე ვერ დავინახე როგორც ქალი, სოლიდარობა თქვენგან. მე დავინახე მხოლოდ და მხოლოდ თქვენგან ჭორაობა და ჭორაობა. შუღლის ჩამოგდება სვანეთს და კიდე ხალხ შორის და ხალხს გთხოვთ, რომ ძალიან გთხოვთ, რომ შუღლი არა ხალხო. სიყვარული პატივისცემით სვანეთი მოვიკითხოთ სულ. ჩემზე მეტი დაინტერესება აქვს დამიჯერეთ სვანებს და ჩემზე მეტად ელოდება თელი სვანეთი არის მაგაში ჩარეული უკვე და თელი სვანეთი ელოდება გამოძიებას. ჩემი ინფორმაციით და ჭუბერიდან რა ინფორმაციებიც მომდის, ელვისის სწრაფით მუშაობს პოლიცია, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. ძალიან ჩქარი ტემპით მიმდინარეობს გამოძიება, უღრმესი მადლობა. რაც შეეხება მე კიდე მესამე საკითხს. ეს არის ხატები. ნონა ხარძიანმა გამოაქვეყნა, რომ ხუთშაბათსო მოვიდნენ მისი ძმებიო და დაუფიცებო. მე ხატებზე დაფიცება აღარ მინდა და მით უმეტეს ქალები არ უნდა იბარებდნენ ხატებთან კაცებს და სვანეთში არიან იმხელა ვაჟკაცები, რომ დღეს შეუძლიათ ამის გაკეთება და არ აკეთებენ. და ქალბატონო ნონა, კიდე შეურაცხყოფას აყენებთ თქვენ სიბინძურის მერე კიდე სვანეთს სიბინძურეს ამატებთ. და ადამიანებს უქმნით ცუდ შთაბეჭდილებას კიდე ამ ხატებზე და ამ ჩვენს წმინდა და წმინდა კანონზე. ეს არ არის ქალების შესაძლებელი საკითხი. სვანეთში არსებობენ ვაჟკაცები, ვისაც შეუძლიათ, რომ ეს გააკეთონ, მაგრამ დღეს არ არის მაგის ავცილებლობა, იმიტომ რომ 3 თვის განმავლობაში ვითხოვდი მაგას და რადგან არ შესრულდა, უკვე პოლიცია მყისიერად იძიებს და ვაცდი მყისიერ გამოძიებას. ნუ იჩქარებ დასკვნებისგან ქალბატონო,
მარიამ, მე შევამჩნია, რომ ჩემ სოციალურ გვერდები ძალიან კარგად გაქვს შესწავლილი და ზუსტად იმ სოციალურმა ქსელებმა შეგიყვანა ძალიან დიდ შეცდომაში და დღეს საქართველოს წინაშე აღიარე და არასწორი ინფორმაციას. ჩემი აზრით მე დავინახე ქალი ჭორიკანა, ადვოკატი არა, ეხლა გინდ მიჩიული ამისთვის და გინდ რაც გინდა იგი, იმიტომ რომ თქვენ თუ მე ამისთვის მიჩიულებთ, მეც აუცილებლად გიჩიულებთ იმ ცრუ ინფორმაციებისთვის, რომ მე 2002 წლის მერე გავაჩინე ბავშვი. 2000 წლის მერე გავაჩინე 2006-ში ჩემი ნინიკო, რომელიც მყავს. ხო და ეხლა მაინტერესებს ყველა ჭუბერელს გთხოვთ, როდის მოკვდა და როდის მოიკლა იმ გოგომ თავი ჯიმშერის და იმების ოჯახში, რძალმა თავი რომ მოიკლა გიას ცოლმა, რომელი წელი იყო ზუსტად მაგი მომწერეთ, ძალიან გთხოვთ, ან კომენტარებში დაწერეთ, რამენაერა ფორმით გამაგებინეთ და სუბელიანების გოგო, რძალი, რომელიც გარდაიცვალა, ის რომელ წლებში იყო, ეს მომწერეთ და მერე ვილაპარაკოთ სხვა რაღაცაზე. ბაკაშერების რძალი თავი რომ მოიკლა იმ გოგოს თარიღი რომელი წელი იყო, ზუსტად ვინც იცის იმან მომწეროს მხოლოდ და მერე სიმართლე მერე გაირკვევა. მე ქალბატონი ადვოკატისგან დღეს და საერთოდ რაც მოვიდა იმის მერე ჩემი გაშავების, ჩემზე ჭორაობის გარდა რამე არ გაუკეთებია და მე ქალბატონი ადვოკატი მეწოდება როგორც ქალი, იმიტომ რომ სიმართლე არ იცის, ცრუ ინფორმაციებს აწვდიან და დამიჯერე რომ სიმართლე არ იცი და იმიტომ ლაპარაკობ ესე. როცა გაიგებ ჯიმშერი ვიბლიანი ვინ იყო და რას წარმოადგენდა მისი თელი ცხოვრება, ნონა როდის შეირთო ცოლად, მანამდე რა ცხოვრება ქონდა, საერთოდ ყველაფერი იცის ნონამ. ნონამ ისიც კარგად იცის, ორსულად რო ვიყავი, ნონამ ისიც კარგად იცის, რომ გამაუპატიურა ბაჩუკიმ. მანანა ხარძიანმა ისიც ძალიან კარგად იცის, ორსულად რო ვიყავი, ვისგან ვიყავი, ბავშვს რა უქნეს შეიძლება იგიც იციან, იმიტომ რომ დაქალები იყვნენ მარინა, ბაჩუკი, ჯიმშერი, დაქალობდნენ აბა. შეიძლება ყველა მონაწილეები არიან, არ არის გამორიცხული, ყველამ ყველაფერი იცის. ლია რო არის კიდე, თუ რა ქვია, ყანსავშერების. ბევრი იყვნენ დაქალები იქანე, თელმა სამმა სოფელმა იცის კიდე რომ როგორი ნათესავები არიან, ბაჩუკი ჩხვიმიანი, ჯიმშერი ვიბლიანი, როგორ დეიდაშვილები არიან, როდერი, რატო არც ერთი რამდენი მაცხოვრებელი არის გურისში და ყარში და ჯიმშერიზეც და ბაჩუკის ოჯახზეც ბევრად უფრო კარგები და ბევრად უფრო ვაჟკაცებიც. არც ერთი კაცის სახელი არ დამისახელებია, ვისაც ჩემთან რამე არ დაუშავებია, გამოვიდეს რომელიმე ჩემი თანასოფლელი და ან პირადში და ან ისე მეთქვას, რომ მე შენ ისე გიზამ და ასე. არავისთვის არ მიმწერია. ვისაც არ დაუშავებია, ნურც ნურავის ნუეშინია, ნურსად ნუეშინია, როგორც ვიდეოებში არსად არ ხართ ნახსენები, ისე არ ხართ არსად ნახსენები, სუფთები ხართ ჩემი მხრიდან. მაგი იცოდეთ. ხო და ვინც არ დააშავა ჩემთან, არც ერთი კაცი არ არის ჩარეული მაგაში, ვინც დამიშავა, ეგი არის ბაჩუკი ჩხუმიანი, მალხაზი ჩხუმიანი, როდერი ჩხუმიანი და ჯიმშერი ვიბლიანი. არასრულწლოვანი ვიყავი ზუსტად. ბაკაშერების რძალი როდის მოიკლა თავი მაგი მითხარით და მე გეტყვით მერე რაც იქნება მერე.